იური ვაზაგაშვილის სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავთან გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. თემაზე ია თინიკაშვილი საუბრობს. რა შეფასებები და კომენტარები კეთდება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თემას პირდაპირ ეთერში ანა ლაპიაშვილი განაგრძობს. ანა, გისმენთ. დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ თემას გამოეხმაურნენ, ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ აუცილებელი არის პროკურატურას საქმეს რაც შეიძლება მალე გამოეხმაუროს და ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაცემული. აღინიშნა ასევე ისიც, რომ ქვეყნის იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს განცდა დაცულობის და არ იყოს განუკითხაობა, მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა დეტალი იქნას საჯაროდ განხილული. დღეს აღინიშნა ასევე ისიც იუსტიციის მინისტრისგან და საჯარო ხსოვნების მინისტრის მოადგილისგან, რომ ეს იყო ფაქტი, რომელში დამნაშავე ადამიანებიც უმკაცრესად უნდა იყვნენ დასჯილები. თია წულუკიანმა განაცხადა ის, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა აუცილებლად იქნება გამოძიებული და მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით ის ბოლომდე იქნება სტრასბურგის სასამართლოში ჩართული. როდესაც საუბრობდით ჩვენ წლების განმავლობაში სამართლიანობის აღდგენაზე, ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხზე წერტილი უნდა დაისვას, რომ ასეთ ტრაგედიებს ადგილი საქართველოში აღარ გქონდეს. ეს დანაშაული იქნება გახსნილი და ის პირები კანონის ჩარჩოში, მაგრამ ძალიან მკაცრად იქნებიან დასჯილები იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ადამიანებს ჰქონდეთ გარანტია, რომ სიმართლისთვის არ კვდებიან ამ ქვეყანაში. მე მინდა დავყიდე, რომ სტრასბურგში იური ვაზაგაშვილის მიერ დაწყებული საქმე მივა დიახ ბოლომდე. დიახ იუსტიციის სახლის წინ მემორიალი იდგება იქ, სადაც დგას. ბატონი იურას ტრაგიკულად გარდაცვალების საქმეზე 109 მუხლით დაიწყო პროკურატურამ გამოძიება და აქაც უსწრაფესად, ხაზს ვისვამ უსწრაფესად პროკურატურამ უნდა ორივე საქმეზე დადოს შედეგი იმისთვის, რომ კანონმა იზეიმოს და კანონი კანონობდეს ამ ქვეყანაში. იური ვაზაგაშვილის საქმეს ამ დროისთვის კვალიფიკაცია მიცემული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის თანახმად, რომელიც განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთხმად პრაქტიკულად რა მუხლით შეიძლება იყოს საქმის გამოძიება დასრულებული ვერ თქვეს ღიად, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ეს დანაშაული არის განზრახ მკვლელობის მუხლით ჩადენილი და თუ კი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება უკავშირდება კონკრეტულად მკვლელობას, მაშინ ამ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა გამოითქვა ეჭვი იმასთან დაკავშირებითაც, რომ იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული შესაძლოა იგივე პირებმა ჩაიდინეს, რომლებმაც მისი შვილი მოკლეს. ამასთან დაკავშირებით საუბრობდა დღეს ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატიც, რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისინი მიმართავენ მთავრობას, რომ საქმე რაც შეიძლება მალე იყოს გამოძიებული და რეალური დამნაშავეები დასახელდნენ. საზოგადოებისთვის და ხელისუფლებისთვის ეს არის ძალიან გამომწვევი საქციელი, თუ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ყველობას ბუნებრივი დამნაშავეს მხრიდან ეს არის ძალიან ცინიკური ქმედება და ამაზე უნდა მოხდეს სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება. ეს დანაშაული თავისი ხასიათით ძალიან მძიმე არის, ამიტომ ხელისუფლებას მართებს ამ დანაშაულის უსწრაფესად გამოძიება, დანაშავე პირების გამოვლენა და მათი უმკაცრესად დასჯა. ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შეკვეთილ მკვლელობასთანაც შეიძლება იყოს საქმე, ამიტომ ხელისუფლებას ორმაგი პასუხისმგებლობა აქვს ამ საქმის უსწრაფესი გამოძიების და სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ბრუნდება ის პერიოდი, როცა შეკვეთილი მკვლელობები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. დავიმეორებ, თუ ეს არის დანაშაული, ალბათ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გაიხსნება და დამნაშავე დადგინდება და შესაბამისი პასუხისმგებლობას დადგება, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საზოგადოება მანამდე გამოუტანს ჯერ კიდევ ანონიმ დამნაშავეს თავის სასჯელს უმკაცრესი საზოგადოებრივი მიუღებლობის და გაკიცხვის სახით. როდესაც მამა იბრძოდა და ედგინა სიმართლე მისი შვილის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით, ის კანონიერად იყო ლიკვიდირებული, თუ ის იყო მოკლული უკანონოდ და ასეთ დროს მამის წინააღმდეგ ესეთი საზარელი დანაშაული
ხდება, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში საფუძვლიანია ეჭვირო ეს დანაშაული ჩაედინა იგივე პირებმა, რომელთაც ჰქონდათ ჩადენილი დანაშაული მის შვილის მიმართ. ეს მკვლელობა არის ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის გაგრძელება. და სამწუხაროა ის, რომ ის ადამიანები, ვინც ზურაბ ვაზაგაშვილი მოკლა, დღეს მუშაობენ წამყვან თანამდებობებზე და ამ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, რომ გამოეძიებინა ეს საქმე. მე შეგახსენებთ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი 2006 წელს 2 მაისს კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლა. დღეს კი მამამისი იური ვაზაგაშვილი იპოვეს მის საფლავთან გარდაცვლილი. არსებობს ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა დღეს სოფელ კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში. უფრო დეტალებზე ისაუბრებს იათინიკაშვილი, რომელიც ადგილზე იმყოფება. უკვე 4 საათია ხალხმრავლობა სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე და მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება სასაფლაოზე ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე დაახლოებით 13 საათსა და 25 წუთზე მოხდა გარდაცვლილია ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი. აქ მთელი დღის განმავლობაში იმყოფებიან სამართალდამცავები, ასევე გარდაცვლილის ახლობლები, ოჯახის წევრები და სოფელ ყარაფილას მაცხოვრებლები. რაც შეეხება გამოძიების ოფიციალურ ვერსიას, ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას, რომელიც აღნიშნულ საქმეს იძიებს, კომენტარი არ გაუკეთებია. არაოფიციალური წყაროებით კი ორი ვერსია ვრცელდება, ერთი გახლავთ შესაძლო თვითმკვლელობა და მეორე ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავის დანაღმვა და იური ვაზაგაშვილის მკვლელობა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის აღძრული დამამძიმებელ გარემოებებში. რაც შეეხება ოჯახის წევრებს და გარდაცვლილის ახლობლებს, ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან თვითმკვლელობის ვერსიას და აცხადებენ, რომ იური ვაზაგაშვილი არავითარ შემთხვევაში თავს არ მოიკლავდა. აქ ძირითადად ორი შეფასება კეთდება, ეს არის მკვლელობა და ტერორისტული აქტი. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ ის კომენტარები, რაც ყარაფილაში გაკეთდა ცოტა ხნის წინ. ზურას მკვლელები ჩაუსაფრდნენ და მომიკლეს ძმა. ამას რა გაგება უნდა? ერთი ვერსია იყო, რომ თითქოს თავი მოიკაო, თქვენ როგორ გეკატრებათ, რომელი ვერსია ვინ თქვა ეგ? რომ გამორიცხულია მოკლეს ზურას მკვლელებმა დალაგიშვილი ფირცხალავა და ზმანი მისნი ვინც არიან. ვერსია არის ის, რომ იური ვაზაგაშვილი დაცვას მიაჩნია, რომ საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს. მას შემდეგ, როდესაც იგი წლების განმავლობაში საკუთარი ოჯახის ღირსებისა და თვის იბრძოდა და სამართლიანობის აღდგენას ცდილობდა, გამორიცხულია, რომ მტრები არ ყოლოდა. მას რა თქმა უნდა ყავდა მტრები, რომლებსაც რა თქმა უნდა სამართლიანობის აღდგენა არ აწყვეტოდა. აქედან ამ ლოგიკიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მტრები მას დაახლოებით 2:25 წუთი იყო, რომ გავიგე აფეთქების ხმა. და რომ გამოვედი, მე ხალხი დავინახე, აქეთ გამორბოდა და ჩვენ წამოვედით აქეთ და ნახეთ უკვე კაცი მკვდარი იყო და საფლავი ამოთ ისა ნაღმისგან აფეთქები. ყვავილებს ცვლიდა ხოლმე და ეს ყვავილები რომ უნდა გამოეცვალა 800-ია ის ძველი ყვავილები, ქვეშ იყო ნაღმი და აფეთქდა. ნახეთ სისხლის მორევში ცურავდა კაცი. როცა სოფელში რაღაც მსხვერპლი იყო და დასაფლავება იყო, ის ყოველთვის მოდიოდა და თავის შვილის სასაფლაოზე ამოდიოდა. ეს იყო ავტორი, ვინ მოივიდოდა და ვინ ჩადებდა მაინდა-მაინც იმის სასაფლაოზე. ერთადერთი ვერსია ეს გაქვს. ერთადერთი ყველას ესა გვაქვს. ჩვენ მთელ სოფელს ეს ვერსია აქვს, იმიტომ რომ ეს არის ტერაქტი და ის იყო განზრახ ჩადებული მკვლელობა. როგორც უკვე გითხარით, აქ უკვე რამდენიმე საათია საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილიდან, ანუ ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავიდან დაახლოებით 100 მეტრის რადიუსიდან გამოგვიყვანეს როგორც მედიის წარმომადგენლები, ასევე ამ სოფლის მაცხოვრებლების და გარდაცვლილის ახლობლებიც. ამ წუთებში ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღმელები მუშაობენ. სწორედ აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და გარდაცვლილის ხედრის ექსპერტიზაზე გადაყვანა მოხდება. აქ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა ნანა კაკაბაძეც, იგი ისევე როგორც ოჯახის ახლობლები და წევრები კატეგორიულად ეწინააღმდეგება თვითმკვლელობის ვერსიას და აცხადებს, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ შემთხვევის ადგილზე მოვიდა გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის მეუღლეც, ქალბატონი ციალა ვაზაგაშვილი ცდილობდა, რომ შემთხვევის ადგილს მიახლოვებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აქ მიმდინარეობს, როგორც უკვე გითხარით, განაღმვითი სამუშაოები, სამართალდამცავება მას ამის საშუალება არ მისცეს. ფირცხალავა მომიწყდა. მომიკლეს
მოდით რა ქალებო მოკიდეთ რა. ბოლო პერიოდში იყო განსაკუთრებულად აქტიური, ის უკვე დაახლოებით 1 კვირის მანძილზე ელოდა დაპატიმრებას იმ ადამიანებისას, ვინც ჩაიდინა მისი შვილის მკვლელობა მისივე ინფორმაციით და ის პირდაპირ ასახელებდა გვარებს, რომ აი 1 კვირაში ეს ხალხი იქნება დაპატიმრებული, რადგან მან რაღაც მასალები ამ ბოლო პერიოდშიც გამოაქვეყნა და კიდე აპირებდა რაღაც მასალების გამოქვეყნებას. სამწუხაროდ მოხდა ის, რომ დღესიც აღარ არის. როგორც გარდაცვლილის ახლობლებმა მაესტროსთან სულ ცოტა ხნის წინ განაცხადეს, დაახლოებით 9 საათში აქედან დაიწყება მსვლელობა და საპროტესტო აქცია გაიმართება პარლამენტის შენობასთან. იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებაზე ია თინიკაშვილი საუბრობდა. შოკირებული ვარ მომხდარით, იური ვაზაგაშვილის სიკვდილი ყველა ჩვენგანისთვის თავზარდამცემია. მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო მათ ოჯახს, ამ ოჯახში კიდევ ერთხელ დატრიალდა წარმოუდგენელი ტრაგედია. გამოძიება დაიწყო კოდექსის 119 მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. მოვითხოვ მთავარი პროკურატურისგან სასწრაფოდ გამოიძიონ იური ვაზაგაშვილის საქმე და უმოკლეს ვადებში დაასრულონ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით. ეს გახლდათ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.